მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს დიპლომატიის აკადემია. მე მინდა პირველ რიგში აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს, მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში. თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა მოგეხსენებათ უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაგა ბოჯორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის მომავალი წლის სექტემბრიდან უკვე დიპლომატიის აკადემია ავტორიზაციის გავლის შემდეგ წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის.